დღეს ბავშვთა დაცვის დღეს ტელეკომპანია გურჯაანის სტუმარია 5 შვილის დედა ნატალია ჩიმაკაძე. Როგორ ახერხებს იგი იყოს აქტიური დედა ჩართული ბავშვების სწავლა-განათლებაში, თემაზე ვრცლად მასთან ვისაუბრებთ. ნატალია, გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს, ასევე ნინაობას გილოცავთ ქალბატონო ნინა და ჩემ ქალიშვილსაც მიულოცავ. დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ნატალია, რას ნიშნავს თქვენთვის 5 შვილის დედობა? 5 შვილის დედობა პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, ასევე დიდი სიხარული, მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის. ვიცი, რომ თქვენთვის პრიორიტეტული არის ბავშვების სწავლა-განათლება, როგორ ახერხებთ იმუშაოთ კიდევაც აქტიურად ატაროთ წრეებზე, გააკეთოთ საოჯახო საქმეები? მადლობა უფალს პირველ რიგში შეწევნისთვის, აგრეთვე ჩემს ოჯახს მოუხდით მადლობას თითოეულ წევრს. რომ არა მათი დახმარება, მარტო ამ ყველაფრის განხორციელება გამიძნელდებოდა. ბავშვები დადიან პედაგოგებთან წრეებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობებზე, მუსიკაზე, ხატვაზე. ოჯახშიც ვცდილობთ, რომ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ არა ოჯახში ერთსულოვნება, ალბათ ვერ შევძლებდით ამ ყველაფრის დაძლევას. თავიდანვე დაგეგმილი გქონდათ თუ არა, რომ ყოლოდათ ბევრი შვილი? ნამდვილად არ გქონია დაგეგმილი, მე და ჩემი მეუღლე ეკლესიის წიაღში დავქორწინდით, გავიცანით ერთმანეთი ეგ და მუშაობდით. შემდეგ შვილების რაოდენობის მატებასთან ერთად მომიწია რამოდენიმე სამსახურზე უარესხმა, პროფესიით სტომატოლოგი ვარ. თუმცა მოვახერხეთ, რომ მაინც აქტიურად ვარ ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მეც მუშაობ ამჟამად. რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული 5 შვილის დედობა? პირველი სირთულეები, როცა ბავშვები დაუშვათ ვირუსები დაავადდებოდნენ, მაშინ გვიწევდა, როცა საავადმყოფოში ერთი ბავშვი საავადმყოფოში იყო, მეორეც ავადდებოდა. ამ დროს რომ არა ჩემი ოჯახი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. სირთულეები ყოველთვის იჩეს თავს, მაგრამ ერთად დგომით ვაგვარებთ ამ პრობლემებს. უფროსი შვილები უკვე სტუდენტები არიან და ძალიან მეხმარებოდნენ პატარების აღზრდაში, თუნდაც რამე წრეებზე, წაყვან-წამოყვანაზე, ასევე ოჯახის წევრების მხარში მიდგანან, ასევე მადლიერება მინდა გამოვხატოთ ჩვენი პედაგოგების მიმართ, რომლებიც ყოველთვის ითვალისწინებდნენ ჩემს მდგომარეობას და მხარში მედგნენ. ჩემი დაკვირვებით ხშირად მრავალშვილიან ოჯახებში პატარები უფრო ერთმანეთზე ზრუნავენ, მეც სიყვარულს გამოხატავენ. აი რას ფიქრობთ, რატომ არის ეს ასე? მართალი ბრძანდებით, ჩემი შვილებიც ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. უფროსები ზრუნავენ პატარებზე, ასევე პატარებიც უჯერებენ ყოველთვის. ხშირად მიწევს სახლიდან გასვლა და ბავშვების მარტო დატოვება და იმედიანად ვარ, ვიცი, რომ ერთმანეთზე იზრუნებენ და ასე ვთქვათ, საფრთხე არ ემუქრებათ. დიახ. თქვენთვის როგორც დედისთვის პრიორიტეტი რა არის შვილების აღზრდის დროს? ჩვენი ოჯახისთვის ბავშვების ეკლესიის წიაღში აღზრდა მნიშვნელოვანი მართლმადებლურ წესჩვეულებებზე არ ვაცდენ შაბათ-კვირას დღესასწაულებს, მეუღლეც მაზიარებელია. ჩემი სამი ნაბოლარა პატრიარქის ნათულია, მადლობა მას ესეთი შესაძლებლობისთვის. ჩვენს ოჯახში პრიორიტეტი სწავლა-განათლება. უფროსი შვილი უნივერსიტეტს ამთავრებს, მეოთხე კურსის სტუდენტია, მეორე კურსის სტუდენტია, გოგონა აბიტურიენტია. პატარები დადიან ჭადრაკზე, ცეკვაზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ასევე ფრენბურთზეც. ვცდილობთ, რომ ბავშვებს არ მოაკლდეთ განათლება, აღზრდა. ნატალია, რას ურჩევთ მშობლებს, რომელთაც სურთ ყავდეთ ბევრი შვილი, მაგრამ რაღაც შიში აქვთ მომავლის? შიში ნამდვილად არ გქონია. ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები ყოველთვის. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ყოველთვის ჰქონდა, ეკლესიის მხარში დგომის, როცა რაღაცა სირთულე და პრობლემა წარმოიქმნებოდა, ყოველთვის მზად იყო ვინმე ჩვენი ახლობელი თუნდაც უცხო მოსულიყო და დახმარების ხელი, თუნდაც მატერიალურად, ფინანსურად მხარში დაგდგომოდა. ხშირად მომისმენია მშობლების საუბარი, რომ კი სურთ ყავდეთ ბევრი შვილი, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. თქვენ ფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ესეც, რომ გაიზარდოს, გამრავლდეს ოჯახები?
ნამდვილად არ ვთვლი რომ დამაბრკოლებელია, იმიტომ რომ მოც ახალგაზრდები ვიყავით, ჯერ ერთი შვილი ყავდა, რაც იმდენი მქონდა რომ ერთი შვილისთვის მოგვეარა, როცა ოჯახი გაიზარდა, ღვთისშეწევნით სხვა სახსრებიც გამოჩნდა და მადლობა უფალს ყველა მხარში გვიდგას, მშობლები, ჩემი მეუღლის მხარე, ჩემი ოჯახიც და დიდი შეწევნა საზოგადოებიდან, ჩვენი მთავრობიდან, ეკლესიის მხრიდან. დიახ. აი მთავრობიდან რა სახის ხელშეწყობა არის? სხვადასხვა შეღავათები გვაქვს მრავალშვილიანებს წრეებზეც და არის ეს საკმარისი თუ დამატებით საჭირო არის დახმარება? ვფიქრობ უფრო მეტი დახმარება რომ იქნება იმ ოჯახებისაც მაგალითად 10-11 შვილი ყავთ, უფრო ბედნიერად იქნობენ და გახარებულები იქნებიან მეტი დახმარებით. აი ნატალია, როგორც აღნიშნეთ თქვენ, ესე იგი თავდაპირველად თქვენც გიჭირდათ, როცა ერთი და ორი შვილი ყავდათ და აი ხშირად ეგეც მომისმენია, რომ როცა უფალს მიენდობიან, მერე ვერც კი იგებენ, საიდან გამოჩნდება ხოლმე ხო სახსრები. გეთახმებით, რომ შეიძლება თავიდან ძნელი იგეჩვენოს, რომ აი როგორ უნდა გაუძღვე ამხელა ოჯახს, რა უნდა დაგეგმო ყოველთვის, მაგრამ ღვთის შეწევნას და უფალზე მოიმედე ადამიანი ყოველთვის გრძნობს ღვთის მხარში დგომას და ჩვენც ხშირად ყავდა ესეთი ადამიანი, რომლებიც არსაიდან მოდიოდნენ და დახმარების ხელს გვიწევდნენ, როცა გვიჭირდა. დიახ. გარდა ამისა, კიდევ არის ხოლმე ერთ-ერთი პრობლემა, რომ როცა ბევრი შვილი ყავს, ძალიან რთული არის მათ მისცე კარგი განათლება, ამისათვის ბევრი ფინანსები არის საჭირო. აი თქვენ როგორ მოახერხეთ, აღნიშნეთ კიდევაც, რომ უკვე ორი შვილი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს, მესამე აპირებს ჩაბარებას. როგორ შეძელით ეს ყველაფერი? მადლობა მინდა გადავხადო ჩემი შვილების მასწავლებლებს, რომლებიც ყოველთვის ითვალისწინებდნენ ჩვენს მრავალშვილიანობას. მინახევრებდნენ სწავლის საფასურს, არ მართმევდნენ ხშირად და მადლობა მათ, რომ არა მათი მხარდაჭერა ალბათ გაგვიჭირდებოდა. ნატალია, დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. აპირებთ თუ არა, რომ კიდე ყავდეთ შვილები? ნახოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ შეგვიწყობს ხას, ღვთისშეწევნით ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა უთხრა ქართველ დედებს არ შეუშინდეთ პრობლემებს, გამოწვევებს, სირთულეებს. ჩემი თავი მრავალშვილიანად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩემს სამეგობროში 10-11 შვილიანი დედიკოები არიან, რომლებიც ყოველთვის მოწესრიგებულები არიან, ხალისიანები, სიცოცხლით სავსეები. მე საწუწულოც არაფერი მაქვს შედარებით და არ შეუშინდეთ. ყველაფერი კარგად იქნება ღვთისშეწევნით. საქართველოს ნამდვილად ჭირდება ბევრი შვილი, კარგი შვილი, აღზრდილი შვილი, ნასწავლი შვილი და გამრავლდეთ ქართველები და მადლობა უფალს და მადლობა თქვენ.